ქალების დაახლოებით 80%-ს კლიმაქსის პერიოდში აწუხებთ ალები, შეხურებები, უფლიანობა, უძილობა, ზოგს აქვს მაღალი წნევა, გაღიზიანებულობა და ყოველივე ეს მნიშვნელოვნად აუარესებს მათი ცხოვრების ხარისხს. ბევრი ქალი ამ შემაწუხებელ სიმპტომებს ითმენს, რადგან თვლის, რომ ეს არის ბუნებრივი, ფიზიოლოგიური მოვლენა და უბრალოდ სხვა გზა არ აქვს. ამ მოსაზრებას ნაწილობრივ დავეთანხმებოდი, რადგან კლიმაქსი და მენოპაუზა ეს ფიზიოლოგიური და ბუნებრივი მოვლენაა, შეუქცევადი და გარდაუვალი პროცესი. თუმცა აღნიშნული სიმპტომების მოხსნა დღეს სავსებით შესაძლებელია და როგორ ამის შესახებ ახლავე მოგახსენებთ. ამჯერად არ შევჩერდები დეტალურად ცხოვრების ჯანსაღ წესზე, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე მედიკამენტების მიღება, განსაკუთრებით მენოპაუზის პერიოდში. და პირდაპირ გადავალ მკურნალობის იმ სამ ძირითად მეთოდზე, რომელსაც ვიყენებთ კლიმაქსის სიმპტომების სამკურნალოდ. პირველი ეს არის ფიტოესტროგენების შემცველი პრეპარატები, რომელიც ბუნებრივი ესტროგენების გარდა შეიძლება შეიცავდეს სხვა დამამშვიდებელ მცენარეულ ნივთიერებებს და მათი შერჩევა ხდება ამ კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მიხედვით. მეორე ტიპის მკურნალობა ეს არის ესტროგენ შენაცვლებითი თერაპია. მოგეხსენებათ, რომ კლიმაქსის პერიოდში ქალები განიცდიან ესტროგენების დეფიციტს და ძირითადად ამით არის გამოწვეული ეს შემაწუხებელი და ხშირად აუტანელი სიმპტომები. ესტროგენ შენაცვლებითი თერაპიისას ხდება ნატურალური ესტროგენების მიღება მედიკამენტების სახით, რაც ავსებს ესტროგენების დეფიციტს და კლიმაქსის სიმპტომებიც ძალიან სწრაფად ქრება. ესტროგენ შენაცვლებითი თერაპიის ეფექტურობა საკმაოდ მაღალია და ის შეადგენს დაახლოებით 90%-ს. თუმცა რიგ შემთხვევებში ჩვენ მას ვერ ვნიშნავთ ინდივიდუალური უკუჩვენების გამო. მესამე ტიპის მკურნალობა ეს არაჰორმონალური მედიკამენტია, რომელიც გამოიყენება იმ ქალებში, რომელთაც აქვთ უკუჩვენება ესტროგენ შენაცვლებით თერაპიაზე. ეს არ არის ჰორმონი და ის წარმოადგენს ნეიროკრინის რეცეპტორის ანტაგონისტს. ჰიპოთალამუსი წარმოადგენს ერთგვარ თერმოსტატს, რომელიც ორგანიზმში ტემპერატურის ცვალებადობას არეგულირებს. მენოპაუზაში თერმოსტატის სისტემა გამოდის მწყობრიდან, რადგან ნეირომედიატორები არასწორად აწოდებენ სიგნალს და ტემპერატურის მცირედ მომატებას ჰიპოთალამუსი აღიქვამს როგორც გადაცხელებას და რთავს მექანიზმებს მის გასაციებლად. და სწორედ ამის შედეგია მენოპაუზის პერიოდში ალების და შეხურებების ძლიერი ტალღები. ის ბლოკავს ნეირონებში რეცეპტორებს, რომელსაც ნეირომედიატორები არასწორ ინფორმაციას გადასცემენ. ეს შედეგად იხსნება კლიმაქსისთვის დამახასიათებელი ალები, შეხურებები და სხვა სიმპტომები.